აკნე კვებასთან კავშირში არ არის, იმის მიუხედავად, რომ აქ ეხლა შეიძლება იყოს სპეკულაცია, რომ აქ ვიღაცას წაკითხული აქვს რაღაცა კვლევა და იმ კვლევაში ეწერა, რომ პირობითად ნახშირწყლები, ან შოკოლადი, ან რძის პროდუქტები ლინკი არსებობდა, ანუ ესე კავშირი არსებობდა აკნეს პროვოცირებასთან, მაგრამ ამის მყარი, მაღალი ხარისხის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად აკნეს დროს კვებითი შეზღუდვები არ წესდება. იმის მიუხედავად, რომ ასეთი რამ შეიძლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინტერნეტში მოიძიოს პაციენტმა წაიკითხოს, ან შეიძლება სამწუხაროდ ექიმისგანაც მიიღოს რჩევა. აკნე გენეტიკურად დეტერმინირებული, გენეტიკაში დეტერმინირებული ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპროდუქციის შედეგად განპირობებული დაავადება მარტივად რო ვთქვათ, გენეტიკურად კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენ ყველა ადამიანს გვაქვს კანქვეშ ცხიმოვანი ჯირკვლები, რომელთა ფუნქცია არის, რომ ცხიმი გამოიმუშაოს კანის ზედაპირზე სადინრებიდან გამოვიდეს და მას აქვს დანიშნულება, რომ დაიცვას ჩვენი კანი, დაატენიანოს და ასე შემდეგ. აი, ვისაც აკნე აწუხებს, იმ პაციენტებში ეს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა არის გასმაგებული. ამას აქვს გენეტიკური ხასიათი.